მის დღემში წამალს არ გაკარებია. სამინისტროდან საბუთები ყველაფერი 8 ჯერ იყო აყვანილი, 10 ერთხელ არ ქონდა ნარკოტიკი, საერთოდ არ ხმარობდა ღმერთის წინაშე ვიფიცებ. 5 წელი მისთვის მისცეს. ფაქტიურად ინვალიდის შვილი დამაკავეს ხელში. მხედველობა დაეკარგა, 2 ჯერ ფსიქიატრიულში მოხვდა, დიაბეტიც დაემატა ციხეში. რატომ რა დაგიშავა ჩემმა ოჯახმა ეგეთი ჩემმა შვილმა რა გააკეთა? ცოტა რაღაც სამართლიანობა თურმე ყოფილა ჩემს. აი რო გითხრა ვინ რამდენი გაუშვა შენი შვილი? ჩემი შვილი 18 წლის ბიჭი რო ყავდათ ფეხბურთელი. რა თქმა უნდა უშო არაფერი არ მოდი წაკ ეს ორი ბიჭია. და გაგამართა გამამართლა სასამართლო, მაგრამ დანარჩენებიც ვერ გაასამართლა, იმიტომ რომ არა სწორი განაჩენი გამოიტანენ ალბათ შემდგომში. იყო რამდენიმე გამამართლებელი განაჩენი. პირადად ჩემს საქმეზე გიორგი რატიანი გამართლებული იქნა ქურთული სამყაროს წევრობის და ნარკოტიკების ფაქტთან დაკავშირებით. იარაღთან დაკავშირებით მე ესაჯა 2 წელი, რამე თუ ჩხრეკის დროს დედა და დეიდა ხელსაწესო ჩემი შვილის არისო, მართალია შემდგომ ისინი განმარტავდნენ, რომ არც წაუკითხიათ ჩხრეკის ომში თუ დაწერეს და ისე მოაწერიეს ხელი, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაიზიარა. ისე რომ პირადად მე ჩემი კლიენტის საქმესთან დაკავშირებით ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია. მართლა შეიძლება უწოდოთ სამართლიანმა სასამართლომ შეძლო ცალსახად დაეფიქსირებია საზოგადოებისთვის აი ამ 9 თვიანი პროცესის შემდეგ, რომ საბოლოოდ 200 მოწმის წარმოადგენს ძალიან რთული და ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენთან მიმართებაში მე წარმოადგენდი დავით ხუხილავას ინტერესებს. სასამართლომ ორივე ეპიზოდში მიიღო გამამართლებელი განაჩენი. გამართლა ორი დავით ხუხილავა, ავაზი უბილავა. სხვათა მიმართ პროპორციულად იმ ბრალდებების ეპიზოდების მიხედვით დადგა გამამტყუნებელი განაჩენები ზოგს 5, ზოგს 7 წელი.